რამდენი ხნით გაუშვებენ ციხეში დაპატიმრებულ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს ეს პარასკევს პირველ საათზე გახდება ცნობილი მოსამართლე გიორგი გელაშვილი ამ დღეს სწორედ გახსნის სასამართლოს ხდომაზე მოიყვანენ დაპატიმრებულ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს მას მისცემენ შესაძლებლობას საბოლოო სიტყვა უთხრას სასამართლოს მოსამართლემ განმარტა რომ მას აქვს უფლება არ მისცეს საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა პოლიტიკოს თუმცა დაუშვა გამონაკლისი და მისცემენ ამ შესაძლებლობას ალეკო ელისაშვილს ბოლოჯერ ექნება შესაძლებლობა ელისაშვილს იმართლოს თავის საკუთარ უდანაშაულობაზე ილაპარაკოს და ამის შემდეგ უკვე მოსამართლიან ადგილზე თათბირით გამოაცხადებს გადაწყვეტილებას სათათბიროდ გავა მოლოდინებთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ რომ დაცვის მხარეს არ აქვს სამართლიანი სასამართლოს იმედი რადგან ფიქრობენ რომ ეს საქმე სრულად პოლიტიკურად მოტივირებულია მაღალი არის პოლიტიკური მდგენელი ამიტომ ისეთი იქნება გადაწყვეტილება როგორსაც გადაწყვეტს ქართული ოცნება რაც შეეხება პროკურატურას პროკურატურა მიიჩნევს რომ სასჯელი უნდა იყოს მაღალი დარწმუნებულები არიან რომ მოსამართლე ეგრეთ წოდებული ტერაქტის მოწყობის მცდელობის საქმეზე ელისაშვილს დამნაშავედ გამოაცხადებს როგორც პროკურორმა გითხრა ისინი დაელოდებიან რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო თუ სასჯელი დამაკმაყოფილებელი არ ექნება პროკურატურისთვის შემდეგ უკვე გასაჩივრებაზე იმსჯელებენ ბრალდების მხარე კონკრეტულ სასჯელს მოგეხსენებათ რომ მოქმედი კანონმდებლობით არ ითხოვს სასამართლო იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ჩვენ გავკითხეთ დაზარალებული წარმომადგენელიც დაზარალებული წარმომადგენელმა გითხრა ის რომ უშუალოდ ამ შემთხვევაში ქმედების დასრულების შემთხვევაში ზიანი იქნებოდა 25 მილიონზე მეტი ლარის ოდენობით დასრულებულო ქმედება და 430 არის ზარალი ლარი თუმცა მნიშვნელოვანია გარდა ქონებრივი ზიანისა ის ფაქტი რომ ქმედების დასრულების შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევა მოხდებოდა ბრალდებულის მხრიდან დასრულებულ ქმედებასა და მცდელობასთან მიმართებით არ იცნობს რაიმე ტიპის განსხვავებას ქმედების კვალიფიკაციის დროს ამ შემთხვევაში ალექსანდრე ელისაშვილთან მიმართებით ბრალდების მხარემ დაადასტურა სწორედ ის რომ მისი მხრიდან განხორციელებულია ტერორისტული აქტის მცდელობა უმაღლესი სასჯელი იქნება თქვენთვის მისაღები სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ასევე სასამართლოს დასაბუთების განაჩენში ასახული გარემოების შემდგომ ბრალდების მხარე როგორც სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე ამ საქმეზეც შეაფასებს რამდენად სამართლიანი იქნება სასჯელი მე წინასწარ ვერაფერს გეტყვი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება რომელიც წარმოაჩენდა იმის ალბათობას რომ შექმნილ ვითარებაში ცეცხლის გაჩენა გამოიწვევდა სასამართლოს შენობის გადაწვას და გამოიწვევდა 25 მილიონიან ზარალს უფრო მეტიც ჩვენ სასამართლოს წარმომადგენელთან ჰქონდა კითხვა თუ რა პროცენტულობით სასამართლოს შენობის განადგურებას შეიძლება გამოეწვია სასამართლოს ფუნქციონირების შეფერხება რაზედაც მათ პასუხი ვერ გასცეს და ფაქტიურად საუბარია სასამართლოს შენობის 100%-იანი განადგურება თუ იქნებოდა ასეთ შემთხვევაში მიღწეული იქნებოდა ტერორისტული მიზანი რისი არც ერთი მტკიცებულებაც არ არის ეს არის პროკურორის შეფასება გამორიცხული რომ ასეთი შედეგები განვითარებული იყო თუნდაც ხანძარი გაჩენილი იყო 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში. ნებისმიერ დემოკრატიულ თავისუფალ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კვალიფიკაცია შეიცვლებოდა, არათუ შეიცვლებოდა, არამედ დასაწყის ეტაპზეც კვალიფიკაციის შესვლა არ გახდებოდა საჭირო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ დაიწყო ხვისინების დაზიანებით და შემდგომ შეიცვალა ტერორიზმის მუხლით. აქედან გამომდინარე, ახლა ჩვენ რადგან ვიცით წინასწარ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და პოლიტიკური დევნა ალექსანდრე ელისაშვილის, ისინი გააკეთებენ მაქსიმალურს, რომ მოხდეს მაქსიმალური პატიმრობის შეფარდება და ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ არ ველოდებით ეგრეთ წოდებული შუშის მსხრევის საქმეზე პოლიტიკურ მდგენელთან დაკავშირებით ამახვილებენ ყურადღებას ალეკო ელისაშვილის თანამებრძოლები ისინი იხსენებენ ინციდენტს რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მოხდა ამბობენ რომ მამუკა მდინარაძე ვერ პატიობს ალეკო ელისაშვილის იმ მუშტს რომელიც მას პარლამენტში სწორედ ელისაშვილისგან მოხდა და ამასთან ერთად ამბობენ რომ ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს მაშინ გაჩნდა საქმეში ეგრეთ წოდებული ტერაქტის მოწყობის მცდელობა როგორც კი გაჩნდა ალეკო ელისაშვილის სახელი და გვარი არადა ახსენებენ საზოგადოებას რომ თავდაპირველად გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით იყო დაწყებული
შეგახსენებთ შალვა პაპუაშვილის ინტერვიუს, როდესაც თქვა, რომ ეს იყო ტერორიზმი და სწორედ ამის შემდეგ შეცვალეს მუხლი და გადააკეთეს ტერორიზმად. რა თქმა უნდა, ეს არის მოტივირებული პოლიტიკურად ეს საქმე და რეალურად დღეს მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლო სახელმწიფოში არ გვაქვს. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის ინციდენტი, რაც მოხდა ალეკო ელისაშვილს და მამუკა მდინარაძეს შორის. ამის შემდეგ ალეკოს გაუსწორდნენ ფიზიკურად 3 ჯერ, მას ჰქონდა დამტრეული ნეკნები, მას ჰქონდა დაზიანებები სახეზე. ამის გამო არავინ დასჯილა. საბამისად, დანაშაული გაცილებით მეტი არის ქართული ოცნების მხარეს და ჯიბის სასამართლოს მხარეს, ვიდრე იმ მხარეს, სადაც ზარალი მხოლოდ 320 ლარია. სამართლიანი სასამართლოს იმედი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. თავიდან ბოლომდე ეს პირველი პროცესიდანვე იკვეთებოდა და იმ პროცესებიდან, რომელიც ალექსანდრე ელისაშვილის დაკავებიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ეს არის საქმე და ნათელი მაგალითი იმისი, როგორ ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ქართული ოცნების საგამოძიებო უწყება ალეკო ელისაშვილს ეგრეთ წოდებული ტერაქტის მოწყობის მცდელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილის საბოლოო გადაწყვეტილებას 10 ივლისს გამოაცხადებს. პირველ საათზე არის ჩანიშნული დაპატიმრებული პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი.